ვაგრძელებთ ჩვენი გადაცემის იმ მიმართულებას, რომელიც შეეხება თბილისიდან ახლო ერთი დღის სავალ ადგილებს. ეს ადგილი ყველას გაქვთ ნანახი დარწმუნებული ვარ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართულ ფილმში, შერეკილებში, ამ გენიალურ ფილმში, რომელიც არის ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი და სწორედ აი ეს სხვილოს ციხე არის ერთ-ერთი მთავარი მოქმედების ადგილი. სწორედ აი ამ ადგილიდან გარბიან ბიძია ბაბუა და ერთაოს ბრეგვადე ზუყნურიდან. მოკლედ, ფილმზე არ ვისაუბრებ, დღევანდელ გადაცემაში რამოდენიმე ეპიზოდი მოხდება აი ამ ფილმიდან, მაგრამ ზოგადად ჩვენ მიღებთ სხვილოს და მის შემოგარენს და იმ ძალიან საინტერესო ადგილებს, რაც შეგვხვდება გზაში. და გარდა ამისა, უნდა ვიაროთ და ვნახოთ ახლოს თბილისიდან, რაც აქვს განსაკუთრებით თბილისში მაცხოვრებელს შეეხება და ამ ადგილს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ეს არის ძალიან ახლოს საოკუპაციო ზონასთან, თუ რაღაც 2.5 კილომეტრი აქედან და აქ მეტი ქართველი სიარული არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც სიმბოლურად. დავიწყეთ და გამოვხდებით. ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვა დარწმუნებული ვარ. როგორც უკვე ალექსანდრემ თქვა, ვართ სხვილოში და ახლა მოვინახულოთ რა ხდება შიგნით. უნდა ვთქვათ ის, რომ ციხე არის აგებული მე-14 საუკუნეში, მაგრამ მატიანე ქართლისაში ნახსენები არის უკვე მე-11 საუკუნეში. როგორც ხედავთ, ძალიან მაღალი კედლები არის, დაახლოებით 12-14 მეტრი იქნება. შესასვლელი არის დასავლეთი მხრიდან და არის საკმაოდ ამაღლებულ ადგილზე. როგორც აღწერაში ეწერა, 2 მეტრის სიმაღლეზე იყო. როგორც ჩანს, მაშინაც აქ ამოდიოდნენ ხის კიბით. შემოვდივართ საოცარ სივრცეში. აქ არის 2 კოშკი. ერთი დასავლეთ მხარეს და ერთი ჩრდილოეთ მხარეს და დაახლოებით 5 სართული უნდა ყოფილიყო. ყურადღება უნდა მივაქციოთ აი ამ ნაგებობას. ეს იყო წყალსაცავი, როგორც ვიცით, ყველა ციხესიმაგრეს უნდა ჰქონოდა ადგილი, სადაც უნდა ჰქონოდათ მომარაგებული წყალი. და ეს ნახეთ როგორ არის ეს ავზი გაკეთებული. აი ეს ოღონდ აქ ცოტა ფრთხილად უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ ეს უკვე საკმაოდ დალპა წყალში. ნახეთ, აი ეს ჭები 2 ვარიანტია. ან უნდა ყოფილიყო სანოვაგე შესანახი, სადაც ინახავდნენ პროდუქტს, ან უნდა ყოფილიყო დილეგი, სადაც აგდებდნენ ტუსაღს. საკმაოდ ღრმა არის, ალბათ მინიმუმ 3-4 მეტრი იქნება სიღრმეში. სამწუხაროდ ვერ ჩავალთ. ახლა უნდა გაჩვენოთ ადგილი, რომელიც საქართველოში არსად არ მინახავს მსგავსი და არის ყველაზე ლამაზი ჩემთვის ამ ციხესიმაგრეში. აქ არის 4 ბუხარი. ერთი აქ, მეორე აქ, მე როგორ ამოსულა აქ ბალახი. მესამე და მეოთხე. ამის ანალოგი მე მგონი მართლა არსად არ არის საქართველოში. სავარაუდოდ ეს იყო დიდი სატრაპეზო ადგილი და ეს ამას არა მარტო ბუხრის ფუნქცია ექნებოდა, შესაძლოა აქ საჭმელიც მოემზადებინათ, პური გამოეცხოთ და ასე შემდეგ და თან 4-ვე მხრიდან თბებოდა ეს ამხელა შენობა. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ უნდა მოგიყვეთ. 4 წლის წინ, როდესაც აქ მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს მარანი. დაახლოებით 1.5 მიწის ფენის ქვეშ იყო დაკონსერვებული ეს ქვევრები. არც ერთი ქვევრი არ იყო დაზიანებული და ეს ქვებით საფარები რაც არის, ეს ყველაფერი ავთენტურია. ეს რომ გახსნეს, ამოვარდა თურმე კარგი ღვინის სუნი და აი ასეთი საოცარი აღმოჩენა გაუკეთებიათ. ზოგი ამოვსებული იყო მიწით, ზოგი იყო ცარიელი და ანუ ნახეთ, ამდენი წლის განმავლობაში მიწამ უკეთესად შეინახა ეს ქვევრები, ვიდრე ჩვენ 4 წლის წინ გაცილებით უფრო კარგ მდგომარეობაში იყო ეს ადგილი, ვიდრე ახლა არის. სამწუხაროდ, ჩვენ თვითონ ვაფუჭებთ და ვაზიანებთ ყველაფერს.
აი აქ შეგვიძლია დაახლოებით წარმოვიდგინოთ, სად იყო სართულები. თუმცა აი ზემოთ, აი ეს გავლებული ხაზი რომ არის, იქ იყო მებრძოლთათვის სამოძრაო ადგილი. სამოძრაო იარუსი, სადაც განლაგებული იყო სათოფურები და სალოდეები. გარდა ამ ყველაფრისა, რაც უკვე გაჩვენეთ, ციხესიმაგრის ტერიტორიაზე გვხვდება ორსართულიანი ეკლესია. თავდაპირველად აქ იყო ჩვეულებრივი პატარა ეკლესია, მაგრამ მოსახლეობის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა ეკლესიის გაფართოება, მაგრამ რადგან საკმაოდ ვიწრო იყვნენ აქ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ დაეშენებინათ მეორე ეკლესია ამ ეკლესიის თავზე. ნახე როგორი წარწერებია. და ვიღაცას მერე ზემოდან 1999 წელს ვინმე გულნარას თავისი სახელით ამოუტვიფრავს. ეს არის პირველი სართული ეკლესიის. ახლა ვეცდებით ავიდეთ ერთ-ერთ კოშკში, როგორც ირინემ თქვა, ორი ძირითადი კოშკი ჰქონდა ამ ციხეს და სხვადასხვა შორის ერთ-ერთი ვერსიით ჯერ კოშკი იდგა და შემდგომში უკვე ის გადაიქცა ნელ-ნელა ციხეთ, ამიტომ გვაქვს აქ სხვადასხვა პერიოდის ნაგებობები. შევიდეთ. მოდი მოგეხმარვა თხილად. ეს თლად სანდო არ არის. ნახე, აქ ეტყობა, აქ. ესე 2006-7 წლიდან, როდესაც ამ ძეგლს მიენიჭა ეროვნული ძეგლის სტატუსი, დაიწყო რეაბილიტაცია და არქეოლოგიური გათხრები, გაწმენდა და ასე შემდეგ, მაგრამ მიტოვებული იქნა და ის, რაც არქეოლოგებმა გათხარეს, ეხლა არის ღია ცის ქვეშ და ისიც ზიანდება, აი ქვევრები ძალიან კარგი მაგალითია. ამიტომ აქ ზრომიალიც ცოტათი სახიფათოა. კოშკი არის 5 სართულიანი. როდესაც რესტავრაცია დაიწყო, აქ გაკეთა ეს ინფრასტრუქტურა, მაგრამ დღეს საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია, დამპალია ნაწილობრივ და გასარისკად არ ღირს ასვლა ბოლომდე. რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ეს ჩატყდეს, იმიტომ რომ არც ერთი არ დგას მყარად. ამიტომ სჭირდება ამ ციხეს სასწრაფოდ მინიმუმ აი ამ ინფრასტრუქტურის მოგვარება, რათა აქ ამოსვლა, ქვევით არ გულისხმობ, ამოსვლა იყოს უხიფათო და რაც თავი ხელმისაწვდომი იყოს ყველა სურვილისთვის, ვინც მოინდომებს ამ ციხის დათვალიერებას. რაც შეეხება ციხის ისტორიას, ვინც ფლობდა ამ ციხეს, მე ყველა ციხეს ფლობდა ფეოდალი, ისინი იცვლებოდნენ და რა ძალიან საინტერესოა, გიორგი მე-5-ემ მე-14 საუკუნეში ეს ციხე გადასცა ზედგინიძეებს. ზედგინიძეები საკმაოდ ცნობილი საგვარეულო გახლდათ, ისინი იყვნენ სამცხედან, ან მესხები იყვნენ წარმოშობით და როდესაც გიორგი მე-5-ემ მოახერხა ოსების დამარცხება და განდევნა, რადგან მასიური შემოსვლა იყო შიდა ქართლის ტერიტორიაზე, გორამდე და გიორგი მე-5-ემ ეს პრობლემა ძალიან მარტივად მოაგვარა, ეს ციხე გადასცა ზედგინიძეებს. ერთ-ერთი ცნობილი ზედგინიძე ხდება უკვე ცოტა მოგვიანებით მე-15 საუკუნეში, იცით რომ საქართველოს დაშლამდე გიორგი მერვე იყო ალბათ
ერთ-ერთი მეფე, რომელიც ცდილობდა ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, შეენარჩუნებინა ქვეყნის ერთიანობა, მაგრამ სამწუხაროდ არ მოხერხდა და 1466 წელს გიორგი მეერვე გადადის კახეთში და იქ ხდება უკვე კახეთის სამეფოს მართველი და შემდგომში საქართველო იშლება 4 ნაწილად, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ერთი ცნობილი ამბავია, რადგან იცით, რომ ყვარყვარე ჯაყელი, რომელიც იყო სამცხის მთავარი, მოხდა გიორგი მეერვესა და სამცხის მთავარს შორის ბრძოლა. ისევ, მაგრამ იოთამ ზედგინიძე, ახლა ბრძოლაზე არ მოყვებით, ეს სხვა ისტორია. იოთამ ზედგინიძე გამოიჩინა არა ჩაოლებრივი გმირობა, მან ფაქტურად საკუთარი თავი შესწირა მეფის სიცოცხლეს. მან გააფრთხილა მეფე, რომ მას მოკლავდნენ, მაგრამ მეფემ არ დაიჯერა ეს ამბავი. მაშინ იოთამმა შესთავაზა, იოთამი იყო ამ სხვილოს ციხის მართველი, მან შესთავაზა, რომ მოდიო მე შეგცვლი შენო, მან ის შეიმოსა მეფის ტანისამოსი და შემდეგ დაიძინა მეფის ალაგს. და სამწუხაროდ მას ღამე თავს დაესხნენ და მართლაც მოკლეს. შემდეგ გიორგი მეერვემ ეს ძალიან ინანა და რა თქმა უნდა ამას არაფერი არ ეშველებოდა და საკმაოდ კაცრად დასაჯა, სიკვდილით დასაჯა იოთამის მკვლელები. მოგვიანებით ქართულმა ეკლესიამ იოთამ ზედგინიძე წმინდანად შერაცხა იმ თავგანწირისთვის, რაც მან ჩაიდინა. რუკაზე შევათვალიერეთ და ვიპოვეთ ერთი საინტერესო ადგილი, პანტიანის ღვთისმშობელის ეკლესია. ის კიდევ უფრო ახლოს არის საოკუპაციო ზოლისკენ და ვეცდებით, რომ მანქანით მივიდეთ. ხო, უნდა ჩავიფეხით, მე მგონი უფრო ახლო რომ გადავიდეთ, მაგრამ მაინც ჯობია რომ მანქანა მოსახერხებულ ადგილზე დავაყენოთ. დაახლოებით კილომეტრი და 800-ია იქიდან, რაც გავზომეთ საოკუპაციო ზონამდე, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ფარული შიშები გვაქვს. მაგრამ არ უნდა გქონდეს ესეთ. მოგეთ წავედით პანტიანის ღვთისმშობელი. ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ მაინც საინტერესოა რომ ნახოთ. აი იქით არის ხე. ფაქტობრივად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეკლესია. ეკლესია აშენებულია დაახლოებით მე-19 საუკუნის მიჯნაზე. მაშინ ესეც შენდებოდა ესეთი ერთნავიანი მცირე ზომის ბაზილიკები და შემდგომში უკვე მე-15, მე-16, მე-17 საუკუნეში უკვე ქართლის სამეფო, როდესაც არსებობს ცალკე სამეფოდ, მაშინ მოხდა მისი განახლება და შეკეთება. მაგრამ დღეს ესეთი მდგომარეობა გვაქვს. დასავლეთი კარიბჭე მთლიანად მოშლილია, საკურთხევლის მხარე ჩამოქცეულია და სახურავი აღარ დარჩა. მოკლედ, ჩვენ ცოტა შერეკილები ვართ. ვეცადეთ გაგვემეორებინა ამ ძალიან გენიალური ფილმის სცენები, აი ციხიდან რომ გამოიქცევიან, აი სხვილოს ციხიდან გამოიქცევიან, რომ ჩამორბიან და შემდეგ პრინციპში დაახლოებით ის კადრი დავიჭირეთ, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ მაშინ გადაღებით დროს აქ ხეები საერთოდ არ იყო და არ ჩანს და ახლა უკვე ხეებია ამოსული. ეს ძალიან საყვარელი ადგილი, ეს არის ის საფლავის ქვა, რომელიც გამოყენებულია თამუნიას სასაფლაოდ, საიდან რომელსაც ეცემა ლამაზი ყვავილები და არა ის რომელიც ახლა ვნახეთ. ის ჩვენ ისეთ სეზონზე ვართ მოსულები, რომ აქ სხვა ყვავილი არ არის.
გარდა იმისა, რომ ეს ადგილი ამ კადრებით არის ცნობილი, ჩვენს უკან არის ეკლესიის შენობა, რომელიც მე-9 საუკუნეებით თარიღდება. თუმცა თავიდან იყო ბაზილიკა და შემდეგ უკვე მე-15-მე-17 საუკუნეებში მიშენება გაუკეთეს და გახდა სამნავიანი ბაზილიკა კი, ანუ ერთი ნავიდან სამნავამდე. ასევე არის, აქვე არის სამრეკლო. მოკლედ ეს ადგილი ისტორიულად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ბოლო 200 წელია აქ უკვე ხალხი აღარ ცხოვრობს, მთავარ ანგელოზის სახელობის გახლავთ და ძალიან მარტივი მოსაგნებია. იქ სოფელი ქვემოჭალა და მანქანა ამოვა აქამდეც, ჩვეულებრივი მანქანა, გრუნტის გზა არის, მაგრამ მარტივი. ხო, პანტიანიდან პირდაპირ პანტიანის ბოლომდე პრინციპში ამოდის კარგი გზა და შემდეგ უკვე გრუნტიანი გზით ამოდიოდა. ოღონდ თქვათ, რომელი პანტიანი? პანტიანი ყველა მიცის, უმეტესობა მანგლისისკენ რო არის, ის არა. შიდა ქართლში, კასპის რაიონის პანტიანი. ისევ კასპში დავბრუნდი. ალექს. ბატონო. აბა მოდი გეხვეწები, ეს წავიკითხოთ რა წერი აქ. მხედრულით ყოფილა, ნახე? კი. წესი და უნდა გაგვიჭირდეს, თუ ჩანს რა თქმა უნდა. აბა რა წერია? შენ ფილოლოგი ხარი ხარ ეხლა და მიდი, აბა ეცადე. იცი რა არის, ახლოს რო უყურებ, უფრო ვერ ხვდები. აი თითქოს ნახე. ჭტილი ეფარება შენ. აი, უბედურმა, ნახე პირველ სტვარი უბედურმა. სიკვდილმა. ხო, ესე კარგად ჩანს. რუდრო. შეიძლება უდროთ? რუდროთ? ნახე. აი აქ. უდროთ ალბათ. დამრჩა შვილი. და წელი რომელია? ხო, წერია. აი, ნახე. აი, წელი არის. ღვთისა, შეხედი აქ ღვთისა, მოიცა? და აქ გვაქვს რა? ან აქ ასოებით არის. ჩ 1000, ხო? ჩ იოტა და ზ. კაი, ჩ 1000 იყო. ყ 8-იანი, ხო? არა, ყ არის 800, იოტა არის 10 ა ბ გ დ ე ბ ზ, ხო. ზ არის 7. 1877 წელს. დადებული ქვა. აი მე რა მაგარია. როგორც ხვილოზე ყოფნის დროს ალექსანდრემ თქვა, რომ მე-17 საუკუნეში ამილახრებმა აიშენეს უფრო დიდი ციხესიმაგრე, გაფართოვდნენ და ჩამოვიდნენ მთიდან ბარში. ეს არის სწორედ ის სასახლე, რაზეც საუბრობდა ალექსანდრე. ეს ციხე-დარბაზი შედგება 2 კოშკისგან, 1 კოშკი სამრეკლოსგან, ეკლესიისგან, დარბაზისგან. ვეცადოთ ახლა შევიდეთ. მობრძანდით. აი მე რა მაგარია. აქ პირველად ვარ მე. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ციხესიმაგრე, სასახლე და ზოგადად კომპლექსი, რომელიც საქართველოში დღემდე შემოგვჭა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ის შედარებით გვიან არის აგებული მე-17-მე-18 საუკუნეში. აი დაახლოებით ამ პერიოდში ეს შემდეგ ანანური და რამოდენიმე შეიძლება გაგახსენდეს ადამიანს, რადგან ძალიან მძიმე პერიოდია ზოგადად საქართველოს ისტორიაში. ქვეყანა დაყოფილია სამეფო სამთავროებად, ერთმანეთს გარდა საერთო მტრისა, ასევე მიდის ერთმანეთს შორის ქიშპობა და რაც ისტორია, რომელიც ამ ციხეს ახლავს, ესეც თანდებს, რადგან ამილახრები ერთ პერიოდით თეიმურაზ მეორეს დაუპირისპირდნენ თუ პირიქით და ახლა ავალთ. საკმაოდ კარგად არის შემორჩენილი. ავდივართ ახლა ცენტრალურ ყველაზე ცნობილ კოშკში. განსხვავებით სხვა ანალოგიური კოშკებისგან, ეს არის კაპიტალურად აშენებული, რადგან როგორც წესი კოშკებს სართულებს შორის იატაკი ჰქონდათ ხის. აქედან ჩვენ ხვდება აგერ აგურის იატაკი და მათ შორის თავისი სახიზრებით. ნახეთ,
როდესაც ეს კოშკი შენდება და ზოგადად ეს ციხე უკვე ცეცხლსასროლი იარაღი არსებობს, აქედან გამომდინარე სათოფურები ცოტა წაგრძელებულია იმისთვის, რომ ყოფილიყო მოსახერხებელი სწორედ ხირიმის თუ თოფის სასროლად, მაშინ როგორებიც იყო, თუ ვიდრე შუმშვილდისის, რომელიც ადრე არსებობდა. და საკმაოდ კარგად არის ნაგები, რადგან გათვალისწინებული იყო ის, რომ ეს ადგილი გრძელვადიანი შემოსების დროს ასევე უნდა ყოფილიყო საცხოვრებლად გამოსადეგიც. იყო ბუხარი ყველა სართულზე, ყოჩა ხამილახვრებს ნამდვილად ძალიან კარგად დაუგეგბავთ, ძალიან კარგად გაუკეთებიათ, აგერ ჰაივანიც გვაქვს, არ ვიცი რამდენად უხიფათოა ეხლა. აი ეს ნაწილი, ნახეთ, თითქოს ხო თანამედროვე შენობაა, მაგრამ სინამდვილეში არ არის თანამედროვე. ნახე იქ სპარსულ ყაიდაზე ამოჭრილი კარებს ხედავ? ესეც იყო სასახლის ნაშთები, რომელიც შემდეგ კომუნისტების პერიოდში უკვე გადაკეთდა სხვადასხვა დანიშნულების შენობად და რა თქმა უნდა მიშენებაც მოხდა და დამახინჯდა. ტაძარი არის მოხატული, მე-18 საუკუნის მოხატულობაა, მაგრამ გვაქვს საშინელი ვანდალიზმის კვალი და ეს ვანდალიზმი უკვე მე-19 საუკუნეში ეგზარქოსობის პერიოდიდან მომდინარეობს. აი ნახეთ როგორ არის ამოჩიჩქნილი ყველა ეს, აი ეს იმისთვის გაკეთა რომ შეთეთრებულიყო, ან ხელახლა შელესილიყო და შემდეგ ხელახლა მოხატულიყო, ან ამას თავისთავად კომუნისტებიც დაემატა. მოკლედ, მძიმე სანახავი, განსაკუთრებით აი ფანტასტიკურად ჩანს, როგორ დიდებულად იყო მოხატული საკურთხეველი და სტანდარტულად რა თქმა უნდა ქრისტე პანტოკრატონი და აქეთ დაბლა ჩვენ ხედავთ 12 მოციქულს, უпроსტად მცირე ფრაგმენტს მხოლოდ და რა თქმა უნდა ეს ძალიან მძიმეა ასეთი ამის ნახვა და მას სჭირდება სასწრაფოდ შველა, რადგან თუ ეს უკვე არ დაკონსერვდა საკმარისად, ესეც არ გვექნება. ანუ დაკონსერვება როგორ ხდება? აი ამ ნახრეტებში ხდება სპეციალური მასალით ამოლესვა და იმ სიცარიელების შევსება, რომელიც მას აქვს, რომ მოხდეს შენარჩუნება. ამილახვარების სასახლეს ძალიან ბევრი ტრაგიკული და სევდიანი ისტორია უკავშირდება. მე არაფერს ვისაუბრებ შემოსევებზე, სამოქალაქო დაპირისპირებებზე, რომელიც აქ ხდებოდა. სამწუხაროდ მე-18 საუკუნეში ერთი ძალიან ტრაგიკული ამბავი მოხდა. თეიმურაზ ბაგრატიონი მომავალში ანტონ პირველი კათალიკოსი, მაშინ პრინცი დანიშნული იყო ანა ამილახვარზე, გივი ამილახვარის შვილზე. გივი ამილახვარი თვითონ თავისთავად იყო ერთ-ერთი მოთავე სპარსელების წინააღმდეგ აჯანყებისა. და ზოგადად ერთ-ერთი აქტიური მოღვაწე, რომელიც იბრძოდა და ვთქვათ სპარსელების განსანდებად. მამ დროს თბილისში და ზოგადად ამიერკავკასიაში შემოიჭრა თამას ხანი, შემდგომში ნადირ შაჰი და მაშინ რაღაცნაირად აიძულა გივი ამილახვარი, რომ მიეცა თავისი ჰარამხანისთვის თავისი შვილი ანა. მაგრამ ტრაგედია რაში მდგომარეობს, რომ თეიმურაზი დანიშნული იყო ანაზე და არსებობს ესეთი გადმოცემა, რომ სწორედ აი აქ ამ ადგილზე თეიმურაზი ესტუმრა თავის საცოლეს, ისინი ნაც თამაშობდნენ და ამ დროს მოხდა ნადირ-შაჰის წარმომადგენლების მოსვლა და ანას წაყვანა. და წარმოიდგინეთ როგორი ტრაგედიაა, როდესაც ვერც საქმრომ და ვერც მამამ ვერაფერი ვერ გააკეთა იმისთვის, რომ მათ კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ დაეხოცათ. და ეს გახდა ალბათ მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი თეიმურაზის ცხოვრებაში, რომელიც სხვადასხვა არის ორივე მხრიდან ბაგრატიონი, როგორც ვახტანგ მე-6 იესეს შვილია და დედის მხრიდან არის ერეკლე პირველის
შთაომავალი და შემდეგ ის შედგება ბერად და შემდგომში უკვე ხდება ანტონ პირველი კათალიკოსი. მისი ისტორია ცალკე სტენდაპს იმსახურებს, რადგან იმდან მას კათოლიკობა და რაღაცნაირად დასწამეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კათალიკოსია საქართველოსი. მოკლედ ეს ყველაფერი მოხდა ეს სამწუხარო და სევდიანი ისტორია სწორედ ამ სასახლეში. თუ მოინახულებთ იმ ადგილებს, რასაც ჩვენ დღეს ვესტუმრეთ, ან თუ უბრალოდ გავლით გიწევთ აქ ყოფნა, აუცილებლად უნდა ესტუმროთ სამთავისის ტაძარსაც. ამის უნახავად აქედან წასვლა არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის მე-11 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების, არ ვიცი, საუკეთესო ნიმუშია, გენიალური შენობა არის. წამოდით შევიდეთ და დავათვალიეროთ. როგორც ცოტი ცხოველი ზუსტად ისე არის გარშემორტყმული კედლით და არის რამდენიმე სართულიანი სამრეკლოც. სამთავის რომ შემოუვლით, გვხვდება ეს საოცარი ადგილი, რომელიც სრულიად შემთხვევით მიწისგან გასუფთავების დროს აღმოაჩინეს 2006 წელს. და ეს აღმოჩენა იცით რა არის? ეს არის მე-5 საუკუნეში აგებული ტაძრის ფუნდამენტი. ანუ ვახტანგ გორგასლის დროს აგებული ტაძრის. კი, გასაგებია რომ არის მე-11 საუკუნის ტაძარიც, არის მე-17 საუკუნის ტაძარიც, მაგრამ რომ წარმოიდგენთ, რომ მე-5 საუკუნეში აქ ტაძარი იდგა, სულ სხვა ემოცია გეუფლება. ძალიან ბევრ არქიტექტურის სპეციალისტს მიაჩნია, რომ სწორედ სამთავისი არის ზენიტი ქართული არქიტექტურის. ძალიან მაგარი ტაძარია და სამთავისი გახდა მეტრი ძალიან ბევრი ტაძრის აშენებისა. ის აშენდა ეს შენობა, ნაგებობა, უბრალოდ ეს ნაგებობა, რომელიც ახლა დგას, აშენებულია 1030 წელს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელის მიერ, რომელმაც მოგვიანებით აქვე კომპლექსი უფრო განავრცო და ეს არის მე-11 საუკუნე და რაც მნიშვნელოვანი მე-11 საუკუნეშივე ცოტა ადრე შენდება შვედი ცხოველი. ანუ აღშენებლობის ზენიტია და ტაძარი თითქოს უფრო თხელია, შემკულია საოცარი ჩუქურთმებით, განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთ მხარე ერთ-ერთი საუკეთესო ბარელიეფი კედლის ნიმუში საქართველოში. და სწორედ სამთავისი არის მოდელი, ბერმა თქვენგან ნამდვილად დარწმუნებული რომ იცით, ქაშვეთის ეკლესიისა და რადგან ქაშვეთის ეკლესიის აშენება როცა გადაწყდა უბრალოდ აღდგენა ნანგრევებზე, თავიდან რუსი ეგზარქოსის მოდელით იქ იყო, უნდა დამდგარიყო ესე ეგრეთ წოდებული ხახვის თავიანი ეკლესია. ანუ რუსული ყაიდის ეკლესია და ქართველების ძალიან დიდი ძალისხმევით, ძალიან ბევრი ადამიანის ახლა აღარ ჩამოთვლით, სწორედ მოხდა სამთავისის ასლის გადატანა თბილისში. მაგრამ სანამ ეს ნაგებობა გვექნებოდა, მანამდე აქ იყო მე-5 საუკუნეში, შემდეგ არის გადმოცემა რომ არსებობდა მე-11 საუკუნეში რაღაც მცირე ტაძარი, მაგრამ ეს ადგილი უკავშირდება ისიდორე სამთავნელს, ერთ-ერთ 13 ასურელ მამათაგანი, რომელიც აქ აარსებს მონასტერს და აქვე იყო დაკრძალული და სხვა შორის არის გადმოცემა, რომ თადეო სტეფანწმინდელი, მასზე გვაქვს ჩვენ ჩაწერილი ერთ-ერთი გადაცემა კასპში, რომ ისიც აქ იყო დასაფლავებული, მაგრამ არ ვიცით და ახლა შიგნით შევალ და ვნახავთ იმ ადგილს, სადაც მისი წმინდა ნაწილები ასვენია. სამთავისში შემორჩენილია ძალიან საინტერესო ფრესკული მხატვრობა. ის კარგად ჩანს გუმბათზე და საკურთხეველში და აქ არის როგორც მე-11 საუკუნის ბაგრატ მეოთხის დროინდელი დაახლოებით მე-11 საუკუნის შუახანებში არის მოხატული.
ასევე მე-13-მე-14 საუკუნეში მე შემდეგ განახლდა და გადაიხადა. სამწუხაროდ სხვა დანარჩენი ნაწილები ფაქტიურად წაშლილია, მხოლოდ ფრაგმენტულად ხედავთ ძალიან მცირე ნაწილებს, რომლებიც შემორჩა. ტაძარი საკმაოდ საინტერესოდ არის შემკული წარწერებით, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან და ხდება ქართული, რა თქმა უნდა, ბერძნული და რაც ძალიან საინტერესოა. მინიშნებული არის, რომ აქ არის არაბული წარწერაც, რომელიც შესრულებულია ქართული კალიგრაფიით და რომ თბილისის ერთ-ერთი ამირა რაღაც წვლილი შეაქვს აქ, ვთქვათ, რესტავრაციაში თუ არ ვიცით. თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, შესაძლოა ასეც ყოფილიყო, რადგან იმ დროს, რაც თბილისის საამირო არის უკვე ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, ის ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, არ ქონდეს დამოკიდებულება სახალიფოსთან და როგორც კავკასიური ერთ-ერთი სახელმწიფო ისე მოქმედებს. რა თქმა უნდა, მის ინტერესით შედის, რომ მას ქონდეს, ასე ვთქვათ, კეთილმეზობლური ურთიერთობა, ვთქვათ, ამაში ქართველებთან თუ ვთქვათ, სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც არსებობენ მაშინ კავკასიაში და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეს ყოფილიყო, მაგრამ ზოგადად ეს თემა ძალიან საინტერესოა. მათ შორის სხვათა შორის არაბული ენა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საერთაშორისო ენაც იყო, მით უმეტეს იმათ შორის, ვინც ვაჭრობდა. აქ მთავრდება ჩვენი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდი, რომელიც ალბათ 4-5 საათში მოვიარეთ მთლიანობაში ყველა ეს ადგილი. კი, და თუ თქვენს ასე ვთქვათ, გაყვებით ამ მარშრუტს, გარდა ვთქვათ, საოკუპაციო თლათ ახლოს რომ მივედით იმ ადგილის გარდა, ძალიან თავისუფლად შეგიძლიათ ნახევარ დღეში მოიაროთ ეს ყველაფერი. და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ ვიმოგზაურეთ ფილმში, გავიცოცხლეთ ემოციები, ნახეთ ერთ-ერთი საუკეთესო ციხე საქართველოსი და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული ნიმუში სამთავისი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ და გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. მალე ძალიან კიდევ უფრო საინტერესო რაღაცები დაგიბრუნდებით. ეს კვირაში. ჯეირანის მომდევნო გადაცემაში ვიმოგზაურებთ შიდა ქართლში. ვესტუმრებით ვაჟას ბიბლიოთეკას თონეთში. თონეთის სიონს და ვნახავთ ზირბითის უნიკალურ გარეილებს.